მოგესალმებით. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში მოცემულია მაკროეკონომიკური გარემოს დეტალური ანალიზი და ჩვენი საპროგნოზო სცენარები. ამასთან დეტალურადაა გაანალიზებული მონეტარული პოლიტიკის მიმდინარე გადაწყვეტილების საფუძვლები. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის ხდომაზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად 8%-ის დონეზე შეგვენარჩუნებინა. ეროვნული ბანკის როლია საპროცენტო განაკვეთის მეშვეობით ეკონომიკის ერთობლივ მოთხოვნასა და ინფლაციურ მოლოდინებზე ზემოქმედება. იმდაგვარად მოახდინოს, რომ საშუალო ვადიან პერიოდში ინფლაცია მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელთან ახლოს იყოს. შესაბამისად, ეროვნული ბანკი მიმდინარე გაურკვევლობის პირობებში გადაწყვეტილების მიღებისას არსებით ყურადღებას აქცევს რისკების ანალიზს, რომელთა რეალიზებამაც შესაძლოა ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლიდან გადახრა განაპირობებს. საქართველოში 2023 წლის დასაწყისიდან ინფლაცია მიზნობრივ 3%-ზე დაბლა ნარჩუნდება, რასაც მეტწილად შიდა ეკონომიკური ფაქტორები განაპირობებს. კერძოდ, ეროვნული ბანკის თანმიმდევრული მონეტარული პოლიტიკის შედეგად გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინები სტაბილურია. ამასთან 2024 წელს ეკონომიკური აქტივობა ძლიერი იყო და იანვარ-ნოემბერში საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 9.4% შეადგინა. ეკონომიკური ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი ეკონომიკის წარმოების ჯამური პოტენციალის გაუმჯობესებამ შეიტანა, რამაც ძლიერი ერთობლივი მოთხოვნიდან მიმდინარე ინფლაციური წნეხი გარკვეულწილად შეარბილა. მიუხედავად ამ ტენდენციებისა, არსებული მაღალი გაურკვევლობა აღქმებზე ახდენს გავლენას. იმ შემთხვევაში, თუ ეს ფაქტორი მხოლოდ მოკლევადიან პერიოდში შენარჩუნდება, სების მოლოდინით ინფლაცია 2025 წლის პირველ ნახევარში მიზნობრივთან ახლოს იქნება. თუმცა, 2025 წლის მეორე ნახევარში იგი ნაწილობრივ საბაზო ეფექტის გავლენით მიზნობრივ მაჩვენებელს დროებით გადააჭარბებს, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში 3%-თან დასტაბილურდება. მოკლევადიან ჰორიზონტზე გაზრდილი გაურკვევლობების ფონზე მომატებულია ინფლაციური რისკები. აღნიშნულის მინიმიზაციის მიზნით ეროვნული ბანკი ოპტიმალურად მიიჩნევს განაკვეთის უცვლელად შენარჩუნებას. თუკი ინფლაციური რისკები გამოიკვეთა, შესაძლოა მონეტარული პოლიტიკის მეტად გამკაცრება გახდეს საჭირო, ამავდროულად თუ რისკების სიმწვავე შემსუბუქდება და დავინახავთ, რომ ინფლაცია სტაბილურად მიზნობრივზე დაბალ დონეზე ნარჩუნდება, ჩვენ გავაგრძელებთ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირებას. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენ ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს ფასების სტაბილურობის შესანარჩუნებლად, რაც იმას ნიშნავს, რომ ფასების საერთო დონის ზრდა საშუალოვადიან პერიოდში 3%-თან ახლოს იქნება.